როგორც ცნობილია, ელისო კილაძის დაკავება მოხდა გუშინ. დიახ. მას ბრალად ედება თაღლითობა და ფულის გათეთრება. არც ერთ ნაწილში ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს და პირიქით ამბობს, რომ ის იბრძოლებს ბოლომდე და იქნება გამართლებული. რაც შეეხება საქმის მასალები ჯერ არ ჩოგბარებია, ამიტომ მე პოზიციას ეხლა იმას, რომ რა წერია და რა არის საქმის მასალებში ვერ გეტყვით, გავეცნობით აბსოლუტურად მე დღეს უნდა გადმომეცეს. უნდა შევიდე რუსთავის დროებით მუთასირის იზოლატორშია თქვენ იცით, იმიტომ რომ თბილისში ადგილი არ იყო და იქ არის გადაყვანილი. ელისო თვითონ გაეცნობა მასალას და როგორც გუშინმა მითხრა, აუცილებლად გააკეთებს თვითონ კომენტარს ბრალდებასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ახლა ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილება, იცით. კი ბატონო, თავად რას უკავშირებს ქალბატონ ნათია თუ გქონდათ ამაზე საუბარი მასთან თქვენ ან სხვა ადვოკატებს, როდესაც საერთოდ არ აღიარებს არც ერთ ბრალს, რას ფიქრობს, რა გონია, რატომ შესაძლოა ყოფილიყო მისი დაკავება გამოძიების და არ ვიცი ხელისუფლების ინტერესში? იცით რა, გუშინ ჩემს მიერ გავრცელდა თვითონ ელისო კილაძემ გამომატანა მიმართვა და მე მგონი თქვენს ეთერშიც გავრცელდა და აბსოლუტურად ყველა ტელევიზიებმა გაავრცელა. ის უკავშირებს ლევან ჯანგულაძის კლუბის საქმეს და საუბრობს კიდე სხვა გვარებზე, მაგრამ უფრო დეტალურად ისაუბრებს სასამართლო პროცესზე. როგორც მან თვითონ აღნიშნა, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და აბსოლუტურად რაც მას ბრალში უწერია, იმის დამამტკიცებელ არგუმენტებს ან მტკიცებულებას წარადგენს თვითონ არსებითი განხილვის დროს. კი ბატონო, აი ფარცხალაძესთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? ის აი ამ წერილში კი ხსნის დეტალურად ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა მათ შორის მიქაძეებიდან რომელ ძმასთან მეგობრობდა და ასე შემდეგ, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ, რატომ დაუკავშირა თავად გამოძიებამ აი ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, ელისო კილაძე, სხვა გვარებიც იყო, ეს ყველა ერთ საქმეში რატომ მოახვედრა, როგორ ფიქრობთ? აი რა კავშირი შეიძლება იყოს ამ ყველაფერში? იცით რა, აღნიშნა რომ ფარცხალაძე საერთოდ არ იცნობს და მასთან გადაკვეთაც კი არ ქონია არასოდეს, სატელეფონო საუბარი და საერთოდ ფიზიკურად არ აქვს შემხებლობა და არ იცნობს. აი კომუნიკაციაც კი არ ქონიათ სატელეფონო კომუნიკაცია. რაც შეეხება ეხლა სხვას, რასაც თქვენ მეკითხებით, კითხვები დამისვით, სანამ სითხის სამართლის საქმის მასალებს არ გავეცნობი, ნამდვილად არ შემიძლია ეხლა რომ აი რაღაცა ზეპირად და ვარაუდებზე ვისაუბრო. კი ბატონო, გასაგებია. ხვალ არის როგორც ვიცით, წინა სასამართლოს ხდომა უნდა გაიმართოს ხვალ. მოგვიყევით რა გეგმა გაქვთ როგორც დაცვის მხარეს, ხომ არ გაქვთ რაიმე ტიპის შუამდგომლობა, მაგალითად რომელსაც დააყენებთ სასამართლო პროცესზე? როგორც ჩვენთვის ცნობილია, სხვა პირები ელისო კილაძის გარდა, როგორც ბრალში აღნიშნული და ტელევიზიებით გავრცელდა, გირაუთი შედიან აკვეთი ღონისძიების გირაოს გამოყენებას ფიქრობენ სხვა ბრალდებულთან გამომდინარე იქიდან, რომ მათ ითანამშრომლეს ელისო კილაძის მიმართ. ეხლა ვინაიდან ელისო კილაძე თავს თვლის ორივე ეპიზოდში უდანაშაულოდ, ალტერნატივით სახით შესაძლებელია არხეთი აკვეთი ღონისძიების გამოყენებას არ მოვითხოთ მის მიმართ, მაგრამ ალტერნატივის სახით სასამართლოს შევთავაზებ გარკვეულ თანხას. აი ეს არის ჩვენი პოზიცია დღეს მდგომარეობით, ხვალ შესაძლებელია შეიცვალოს სურათი, ვერ გეტყვით. ამიტომ მე დღეს გვიან შეხვედრა მექნება რუსთავში ელისო კილაძესთან და უფრო ჩამოვყალიბდებით ამ სხვა საკითხებთან ერთად ამ გირაოს საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.